23 მარტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა მეგობრობის გალა-კონცერტი. ქართული ცეკვა სულიერისა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი, არსიანის უფროსი თაობა, აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა, ხულოს კულტურის სახლის ფოლკლორული ანსამბლი ხელგაშლილა, ფოლკლორული ანსამბლი კოლხური ტრიო, რეზობულია სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩელა, თაობა სცენაზე ერთმანეთს ვლიდა სხვადასხვა ნომერი. მე მინდა თითოეულ მონაწილე ანსამბლს მადლობა უთხრა, ვინაიდან ამ ორი დღის განმავლობაში იყო ხელოვნების ეპიცენტრი ჩვენი ქალაქი და მადლობა მათ, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით მიიღეს მონაწილეობა. ასევე ფესტივალის ფარგლებში გაიმართა გალა-კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ ჩვენი სტუმრები, აფხაზეთის ქართული ცეკვის სიმღერისა და ცეკვის უფროსი თაობა, აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი არსიანის უფროსი თაობა, ხულოს კულტურის სახლის ფოლკლორის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი ხელგაშლილა, სენაკის კოლხური ტრიო და რა თქმა უნდა მასმინძელი ანსამბლი რეზობულია სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩელას უფროსის თაობა. მე რომეობულია ბედნიერი ვარ იმით, რომ შედგა ეს პროექტი, შედგა ეს საღამო და მადლობა თითოეულ მონაწილეს, თითოეულ ჩამოსულ სტუმარს, მადლობა დაფასებისთვის და მომავალი ჩვენი გეზი იქნება ბათუმისკენ, სადაც გაიმართება ჩვენი მეგობრობის კონცერტი. დღევანდელი ფესტივალი შედგა ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აჭარიდან ორმა ანსამბლმა, ხელგაშლილა, რომლის პრემიერა შედგა ფაქტიურად პირველად გამოვიდნენ სცენაზე ახალი რეპერტუარი და საერთოდ პირველად გამოვიდნენ. აჭარის აკადემიური ანსამბლი არსიანი გამოვიდა თავისი ლამაზი ნომრებით და ფესტივალმა თავისი მისია შეასრულა. პროექტის ხელოვნების ფესტივალი ქართული ცეკვა სულიერისა ავტორი და დამფუძნებელია სამეგრელოს ემოსვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რომეობულია. ფესტივალი წელს მერვედ გაიმართა.